მოგესალმებით ყველას. ბედნიერების ფონდი აგრძელებს ბედნიერების კვირეულს და დღეს სტუმრად გვყავს ბატონი შალვა ამონაშვილი, აკადემიკოსი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი. ყველამ უკვე ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის მიერ 2025 წლის თემად შერჩეულ იქნა ზრუნვა და გაზიარება და თუ შარშან კვირეულიდან შემოსული დონაციები ჩვენ ბავშვთა ხოსნის დავეხმარეთ, წელს ზრუნავთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ფონდის ბენეფიციარებს და ამავე დროს იმისათვის, რომ გავცეთ სასარგებლო ცოდნა და სასიამოვნო განცდები ადამიანებისთვის. დღეს ბატონი შალვა გვესაუბრება და ისაუბრებს თემაზე ზრუნვის ძალა, რას გულისხმობს ზრუნვა, ვინ ხვდებით, როცა ვზრუნავთ, რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელ სწრაფად და გაუწყობილ სამყაროში ზრუნვა, როგორ გამოიხატება ზრუნვა საკუთარი თავის მშობლების, მოხუცების, ცხოველების, ბუნებისთვის, რატომ აქვს მას ტრანსფორმაციული ძალა და როგორ ცვლის ადამიანის ცხოვრებას და საზოგადოებას მთლიანად, ამას გავიგებთ დღეს. ჯერა რომ თითოეული ჩვენგანი გავა დღევანდელი ვებინარიდან არა მხოლოდ ახალი ცოდნით, არამედ გამორჩეული შთაბეჭდილებებით, ემოციებით, განახლებული, ასე ვთქვათ, ინსპირაციით და პრაქტიკული რჩევებით, რაც დაგვეხმარება უკეთესობისკენ შევცვალოთ საკუთარი თავი და რეალობა ჩვენს გარშემო. ბატონო შალვა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობას გიხდით იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და გამოთქვით მსაუბრობა მიანიჭოთ ადამიანებს თქვენთან შეხვედრის სიხარული და ბედნიერება. მადლობა თქვენი სიკეთის მოყარეობისთვის და ბედნიერების კვირეულში მონაწილეობისთვის. დიდი პატივია თქვენი ყოფნა ჩვენთან და არ შემიძლია არ გამოვთქვა ქალბატონი თამარის მიმართაც მადლიერება, მასთან კომუნიკაცია იყო ნამდვილად დადებითი და სასიამოვნო. მეტხანს არ შეგაყოვნებდა და გაგაყოვნებდა გისმენთ ბატონო შალვა. დიდი სიამოვნებით და სიხარულით. დიდი მადლობა ივეტა ჩემოჯერფასო. ბატონო გოჩა, თქვენს დიდი მადლობა, რომ ეს შეხვედრა მოაწყეთ. მე ძალიან მახარებს ხოლმე, როცა ჩემს კეთილ თანამემამულეებს ვესაუბრები და რა ვიცი, იქნება რაღაცა კეთილი აზრი გაუზიარო ხოლმე მათაც. ზრუნვა ერთ-ერთი საუკეთესო თვისება ადამიანისა. მოგესალმებით ბატონო შალვა, უდიდესი სიყვარულით პატივისცემით ფოთიდან. დიდი მადლობა ჩემოჯერფასო. დიდი მადლობა. კარგია ფოთი, მიყვარს. ეს არის ადამიანის პიროვნული თვისება. პიროვნული, ესე იგი, გამორჩეული ქცევა ადამიანისა. ჯერ გავერკვევთ თვითონ ზრუნვის რაობაში, რა ხდება, როცა ვზრუნავთ. იცით როგორია ზრუნვა? მე უნდა ამოვიცნო ადამიანის შინაგან, თქვათ, მოძრაობაში რა უნდა მას. კი არ უნდა ვკითხო, რა მოგიტანო საჩუქრად, როგორ მოგემსახურა და სხვა, ესაც შეიძლება, მაგრამ თუ მე ამოვიცნობ რა და შეუსრულებ მას ამ შინაგან სურვილს, ისე რომ მან არც კი იცოდა, აი გავაკეთე ის, რაც მას უნდოდა, მაგრამ ვერ მითხრა, არ გაბედა, მოერიდა თუ სხვა ამგვარი. ხო? ამაზე იტყვიან ხოლმე, ზრუნვა არისო ესე იგი, ღმერთის სურვილის ამოკითხვა ადამიანში. ფარული. ზრუნვა ფარული. აი ნამდვილი ზრუნვა ეს არის. თანაც ზრუნვა ხდება როგორც იცით, მე უნდა მინდოდეს რომ ვიზრუნო. უნდა მიხაროდეს რომ ვზრუნო, უნდა მიიყვარდეს ვიზედაც ზრუნავ. თუ უბრალოდ ზრუნავ რომ მეტი საქმე არ მაქვს, ანდა იძულებული ვარ, ეს გავაკეთე, იძულებული ვარ, ვატყობს ყალი მივაწოდო, იძულებული ვარ, ვიღაცას ხელი შევაშველო, მეტი გზა არ არის, ჩემს მეტი არავინ არ არის. აბა რა ქნა სხვა. ეს ზრუნვა არ ითვლება. კაი საქმეა, მაგრამ ზრუნვა ეს არ არის. გამიგეთ? მას ზრუნვის პირველი ამოცანა ის არის, რომ მე თქვენში ამოვიცნო რა გინდა, რა გაწუხებთ, რა გიხარიათ, რა გაგიხარდებოდათ, რა მოგეწონებოდათ. ხო? ამოვიცნო და აი ეს მოგართოთ. აი წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ ვიდივართ დაბადების დღეზე. საყვარელი ადამიანს გვინდა მიულოცოთ რაღაც კარგი დღე. და ურეკავთ წინასწარ, შენ ჩემი ერთი მითხარი, რა გიყიდო მე შენ, რითი მოვიდე შენთან. კი, ასეც ვიქცევით ხოლმე ხშირად. არა? რა გიყიდო, რითი მოვიდე და სხვა ამგვარი. მაგრამ ყველაფერს ჯობია. ის კი არ ვუყიდო, რაც მე არა მაქვს და აი მას აქვს კონდეს.
ხშირად რაც მე მინდა რომ მე მქონდეს იმას გამოიჩეთ ხოლმე სხვის მიმართაც. ესე იგი მე უნდა მოვიცნო რა უნდა მას და რომ შევალ მასთან და გაუწვდე ჩემ საჩუქარს აი რომ გახსნეს და მოულოდნელებისაგან გულია უფართქალდება იმიტომ რომ ელოდა და მიიღო ის აი ამას აქვია ზრუნვა. ესე იგი შინაგანი ბუნება მოიცანე ადამიანისო ეს უნდა კეთდებოდეს სიყვარულით უთუოდ სიხარულით უთუოდ კეთილი გაზრახვებით. ამას ხანერად რა ქვია კიდე ვიცით აი კეთილი ჯადოქრის მოქმედება. კეთილი ჯადოქარი რომელიც აგისრულებს სურვილებს დიდი ხნის ნანატარ ოცნებს აგისრულებთ და ხანდახან არც კი იცით საიდან. თქვენ იცით წმინდა ნიკოლოსი. გაგებული გააქვთ და წმინდა ნიკოლოსი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი საპატივსაცემლო წმინდანია ქრისტიანულ რელიგიაში. რას აკეთებდა ის? რო ხედავდა რომ ოჯახი გაჭირებული იყო, ისე მიაწვდიდა ფულს, დახმარებას, რომ ხალხმა არ იცოდა საიდან მოვიდა ეს. აი იყო ასეთი შემთხვევა, როცა ოჯახი ძალიან გაჭირებულია, ქალს მეუღლე არ ახავს, ორი ქალშვილი ჰყავს და შიმშილის ზღვარზე არიან და იძულებული არის მამა რომ ერთ-ერთი ქალიშვილი გააგზავნოს ხვალე ქუჩაში რომ რაღაცა ფული გამოიმუშაოს. რაღაცა. აი წინა დღეს ნიკოლოზი ჩაივლის მისი სახლის პანჯარასთან, პანჯარა მიწის ნახევრადაბლა იყო და შეისვრის ქისას. ფულით. ნახულობენ ესე ოჯახის წევრები, შვილები და მამა. ქისას საიდან მოვიდა ეს ფული? რომელმაც გადაარჩინა ქალიშვილი ხვალინდელი უბედურებისაგან ოჯახი დაიცვა და იმდენი არის რომ ქალებს თითქმის მზითვად ეყოფათ. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვეტს რომ ეს უფალმა გამოგვიგზავნა. თუმცა სხვანაირად ეს შეუძლებელი იყო. აი ესა ზრუნვა როცა მე იმას კი არ დავიზ შენ არა მივაწერო ღმერთს უნდა ის რაც ჩემ თავზე მოხდა კეთილი აი უფლისნება იყო უფალმა შენ თავი გამომიგზავნა ხო რომ აი მოვერჩინე თუ მდგომარეობიდან გამოვიყვანე დავემშოშმინებინე არა გავეხარებინე აი შენი თავი მომიწვდა უფალმა უფალს რომ მიაბრალებ რაღაც სიკეთეს აი ეს არის ზრუნის ჭეშმარიტება ჩვენ გვიყვარს რომ ვაკეთოთ კარგი ქართველები კეთილი ხალხი ვარ სხვადასხვა მაგრამ მეორეც ვიცით ხანდახან ჩამოვთვლით ხოლმე ადამიანს გახსოვს რომ მე შენს გაგიკეთე და მე ეს გაგიკეთე და მე ეს მოგეც და შენ როგორ მიფასებ ამას ხან დედა ეტყვის შვილს ხან ბებია ეტყვის თავის რა ვიცი ვიღაც ახლებას და ჩამოუთვლიან თითზე მასთან მე დაუხსომებია რამდენი სიკეთე გაუკეთა ვიღაცას დაუხსომებია სიკეთე ზრუნვაა მაგრამ ზრუნვა ისეთი რომელიც არ შეიძლება დაიხსოვო იზრუნე გააკეთე, მაგრამ არ ჩაიწერო უბის წიგნახში, ვის რა გაუკეთე. ეს უნდა მაშინვე დაივიწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ზრუნვა გამორჩი, იცით როგორია, აი თქოს მე რაღაცას ველი მერე. მე ხომ შენ ეს გაგიკეთე. მე ხომ შენ ღამე გაგითიე, წყალი მოგაწოდე, ავადი ყავი, ძლივს დადიოდი, გატარი ასე, ხო? საჭმეს გიკეთებდი და სხვა ამგვარი, ხო გაგიკეთე მე შენ, არა? ეხლა შენი ჯერია. რაღაცა გამიგეთო. აი ასეთი ურთიერთობა უნდა გადაეხადოს, ჯვარი უნდა დაესვას, ეს არაა ზრუნვა. მაშინ ზრუნვა მაშინ, რომ მე უფლის ნებას ვასრულებ ადამიანის მიმართ და უფლისგან მინდა მივიღო შეწონა და წახალისება ადამიანისგან არაფერი არ მინდა მე. და არც მინდა რომ იმან იცოდეს ეს. და გავაკეთე სიხარულით. იმიტომ რომ ადამიანის მაგრად მე ღმერთს ვემსახურები ადამიანში. აი ერთ სიბრძნეს გეტყვით მე თქვენ და უფრო ღრმად ჩავსებით ამ ზრუნვის აზრს. ცაში ადამიანს ღმერთს ისიხილავსო ნათქვამია. ცაში ღმერთს ისიხილავს, ვინც იხილა ღმერთი და შეიყვარა კიდეც ის დედამიწაზე ადამიანში. მართლა მე ღმერთს მაშინ ნახავ ცაში როცა აქ თქვენ შეგიყვარეთ
თქვენზე ვიზრუნე მე. ხო? თქვენ გაგიგეთ, თქვენთვის ვარ მე. იმიტომ რომ თქვენში დავინახე ღმერთი. ვიტყვით ხოლმე რომ ღმერთი ჩვენშია უკვე სადღაცას კოსმოსის რაღაცა სიღრმეებში კი არ არის, რომელიღაც კუნძულზე სხვა. ჩვენშია ღმერთი, ღმერთს ფორმა არ აქვს, სახე არ აქვს. აი ჩემი ხელები მისი ხელებია, ჩემი გული მისი გულია. როგორ მოძრაობს ჩემი ხელი, რა უნდა ღმერთს თქვენ გაგიკეთოთ. ხო? აი ასეთ ქმედებებს ქვია ჭეშმარიტი ზრუნვა. ახლა თუ ზრუნვა დავიხსოვეთ, თუ სიკეთები დავიხსოვეთ. რა ხდება ამით? ეს უკვე ჩვენი ანგარებიანი ქცევაა. კი, კაი გაუკეთეთ ადამიანს, მაგრამ რომ ველით სამაგიეროს, ეს ანგარება უკვე, აი მე შენ და შენ მე. შეიძლება იყოს კიდე სასურველი ხანდახან ეს თანამშრომლობა, აი მე შენ გაასესხებ და მე ჩამასესხებ და მე როცა მე შენ შეთამოვალ, შენს გამოიჩინე ასეთი რაღაცა. კი, მაგრამ ზრუნვასთან ამას საქმე არ აქვს. გამიგეთ? ზრუნავს გუკეთილი ჯადოქარი, რომელიც ასრულებს ნიკოლოს სასწაულმოქმედის მსგავსად სიკეთეებს იქ და ადამიანმა არ იცის საიდან მოდის ის სიკეთე. აი ეს არის ჭეშმარიტება ზრუნვისა. რა თქმა უნდა, ახლა ყოველთვის ასე დაფარულად ზრუნვას ვერ გავაკეთებთ. ახლა როცა ვხედავ რომ მაგერ ლოგინში ვარ და მადგას ეს ქალი ამდენი ყურადღებით, სიყვარულით, პატივისცემით, მართლაც გულწრფელად, ახლა როგორ დამალოს იმან ეს ზრუნვა? ხო? იმან უნდა დაივიწყოს, მაგრამ მე ვინც ეს ზრუნვა მივიღე, არასოდეს არ უნდა დავიწყო ამაში. თუ ვინმე თქვენ ოდნავ მაინც რაღაც სიკეთე გაარგუნდათ, გაგახარათ, შეგეშველათ, გამოგიწოდათ, ხო, გითანაგრძნოთ, ღამე გაგითიათ, თუ სხვა, რაც არ უნდა წვრილმანი იყოს ესა, ჩვენ მიმღებმა არ უნდა დავივიწყოთ ეს. თუ დავივიწყებთ, ამას აქვია უმადურობა. უმადურები ვარ ზრუნვისა. არ დავიხსენეთ, რატო არ უნდა დავივიწყოთ? იმიტომ რომ ზრუნვას გადახდა უნდა. მე არ უნდა მომთხოვოს ზრუნველმა გადამიხადეო, მაგრამ მე უნდა ვიცოდო რომ უნდა გადაუხადო ან თვითონ მას, ვინ ჩემზე იზრუნდა, ან ვინმე სხვას, სულ ერთია. მე უნდა დავაბრუნო ზრუნვა ადამიანებში. აი ასეთი არის ზრუნვის ფსიქოლოგიური ბუნება. ეხლა ვიზე ვზრუნავთ ჩვენ? ვიზე უნდა ვიზრუნოთ, ვიზე ვზრუნავთ ჩვენ? საერთოდ ადამიანისთვის არის გაჩენილი. არავინ არ ჩნდება ამ ქვეყნად თავისი თავისთვის. თავის თავს მოუკვდაო, ვიტყვით ხოლმე, თავის თავს არავინ არ უკვდება, ჩვენ გვიკვდება ადამიანი. თორემ ის ვინც კვდება, თუ კარგად იცხოვრა და კეთილად იცხოვრა, იმას გზა აქვს. გარდაიცვალაო, ჯობია ეს სიტყვა ვიხმაროთ ხოლმე წასული ადამიანის მიმართ, ვიდრე მოკვდა. მოკვდა წერტილი დასვლა, გარდაიცვალა, მრავალ წერტილი დაესმო, იმიტომ რომ კაცი წავიდა, საწავიდა, შეიცვალა და ახალი ბუნებით ცხოვრობს ახალ უხილავ ჩვენთვის სამყაროში. ვიზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ? აი ყველას გთხოვთ, შემოჭ ბავშვები ხომ არ ბრძანდებით თქვენ არა? ალბათ ბევრ თქვენგანს დედა, მამა ჰყავს, პირველი საზრუნავი მშობლები არიან. პირველი საზრუნავი. არ გაუხსენოთ მშობელს არც ერთი თქვათ სიტყვა, რომელიც თქვენ რაღაცა დროს არ მოგეწონათ. ვიღაცა მოდის ხოლმე ჩემთან ეს აი ჩემი მშობლებმა ეგრე გამზარდეს და ეს არ მომწეს და საყუდრებით ავსებს მშობლის სახელს. უღირსი ადამიანია. რაც არ უნდა იყოს, მშობელმა ჩვენ ერთი რამ გაგვიკეთა, სიკვდილის ფასად გაგვაჩინა. საერთოდ ყოველი მშობიარობა ეს ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. არა, ეს სიკვდილის სიცოცხლის ხაზზე მიდის და რამდენი ყოფილა შემთხვევა რომ ქალი მუცელს გადახვაო, ვიტყვით ხოლმე. ხო? და ხშირად ხდება ეს საწყენი უბედურება. არა, მშობლისადმი ზრუნვა. ზრუნვა ერთ-ერთი შვენიერი სახეა, რომ თუ რამე ცოდვად ჩაგვიდენია, ესენიც მოვინანიოთ. გახსოვთ, იოანემ რა უთხრა ცოდვილებს, რატო მოხვედით ჩემთან მოსანინებლად, მას შექმნით სანანებლის ღირსეული ნაყოფიო. ღირსეული ნაყოფი. ხო? როგორიც არ უნდა გვყავდეს დედა, მაინც თქვენ ჯერიმეთ მიხედეთ თქვენ მშობლებს, მოეფერეთ,
ხშირად დაურეკე, თუ სახში გავთ, მოეფერეთ, ხმამაღალი სიტყვა დედას არ უთხრა. ის უკვე ცოტა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, შეიძლება უკან ქვეყანაში ჩამომრჩა, მე წინ გავიქეცი. შემდის ინტერნეტი გაიხსნა, მობილურები გაიხსნა, რაღაცა მიუფრინავს სადღაცას წინ. ხო, და ეხლა დედა ვერ ამყვა, მე თავის დროზე წინ თვითონ იყო წინ, მაგრამ ეხლა მე გავუსწარი მას. მაქვს უფლება რომ დედას რაღაცნაირი გადაბრუნებული სიტყვა უთხრა ახლა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, თუ იმეს დედა და მამა გყავდა, ბედნიერები ხართ ამითი, პირველი ზრუნვა გამოიჩნდეთ მათ მიმართ. კეთილი სიტყვა, გულში ჩაყუტება, ხშირად მოკითხვა, ხელის გააშვერა, მოსმენა ორივე ყურებით, რაც არ უნდა გითხრას დედამ. ხშირად გამიგე დამანები კაცები, მე უშენადაც ვიციო. კი იცი, მაგრამ იმას რომ მოусმენ, იმას გული დაუშვა შმინდება. ხო? იმას ცხოვრება უგრძელდება. იმანაც შენზე ზრუნვითაა, სავსე და უნდა რომ ეს ზრუნვა გამოიჩინოს, როგორც შეუძლია. გონია რომ აი ეს გჭირდება, გითხრას და გეუბნება. ხო? როგორ მივიღოთ ჩვენ ეს? როგორც ისეთი რომ რაღაცა ზედმეტებს მეუბნება? დედა? არა. აი პირველი საზრუნავი თქვენი მშობელი ჩემოძირფას. ეხლა მე დედა აღარ ამყავს, დიდი ხანია წავიდა. დედა ჩემი. მაგრამ პატარა ეკლესია მაქვს და რო ჩავალ ხოლმე, ყოველ დღე დილას საღამოა თუ რა ვიცი, ახლას თავში მიდის ჩემი საყვარელი მშობელი ადამიანი. ხო? მახსენდება რამდენ დროს მე შემეძლო მისთვის სიკეთე გამაკეთებინა, ყური მიმეყურადებინა, გულში ჩამეხუტა დედა ჩემი და მე ეს არ გავაკეთე. როგორია ერთ სიცით ეს მძიმე განცდა რომ შეგეძლო ეს გაგეკეთებინა, მისთვის სიხარული მიგენიჭებინა. ხო? და არ გააკეთე ეს. არ გააკეთე რატომ? და რატომ? იმიტომ რომ გეჩქარება სადღაცას, დედაზე მაღლად გეხარ და აღარ გინდა იმას თავი გაუტოლო, თუ რა სხვადასხვადი რამები. ან გათხოვდი და ქმარიც ხვარს არ უყვარს იდედრი. აი ესეთ რაღაცები ხდება რა. არაფერს არ დაიმორჩილოთ. დედაზე ზრუნვა არ დაივიწყოთ. თუ მართლა სიტყვა ზრუნვა რამეთ გეღერთ. ხო? ეს ერთი. მეორე, შვილებზე ზრუნვა. ეს შვილებზე ზრუნვა არ უნდა გადავიტოვოთ მარტო მათი მატერიალური უზრუნველყოფით. მამა განსაკუთრებით ოჯახს არჩენს, ვიტყვით ხოლმე. არჩენს ოჯახს. მაგრამ არაფრით ერთითაო ნათქვამია. რა ოჯახს მარტო სუპი და ვორში თუ რაღაცა არ ვიცი ლობი და რამეები უნდა? და ესა ოჯახის რჩენა, გინდაც ნარჩევი საჭმელები? ან ჩაცმა და დახურვა? მე ამას არ ჩაუვდი მამას დიდ ზრუნვას ოჯახის მიმართ. უნდა შეინახოს, ეს ვალდებულება და არა ზრუნვა. ვალდებულება და ზრუნვა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან. ჩვენ რაღაცა გვევალდება. და როცა ვზრუნავთ, ეს უკვე ჩვენი შინაგანი პიროვნების გამოვლინება, ჩვენ გვინდა რომ სრულყოფილები გავხედეთ და ჩვენი შინაგანი რაღაცა ბუნება მოახმაროთ სხვა ადამიანსაც. შევეშველოთ. ხო? მაგრამ ვალდებულება კი კანონია. მინდა თუ არ მინდა ეს უნდა გავაკეთო. მაშ მამა თუ ოჯახს ინახავს, ამას უნდა ვარქმევთ ზრუნვას. ეს მან უნდა გააკეთოს. როდის დაიწყება ზრუნვა? როცა ის დაღლილი მოვა სახლში, ბავშვები შემოეხოვიან და ის კი არ გარეკავს ბავშვებსაც მომეში და დავიღალე და სხვა. არამედ დაღლილი მამა რომ ბავშვებთან ერთად იხტუნებს, ითამაშებს, რა ვიცი, რას არ გააკეთებს, ყველაფერს, რომ ბავშვები ბედნიერები დარჩნენ და მერე მოკაცული ჩაწება ლოგიში. აი ეს არის მამა. შვილებზე ზრუნვა ეს არის მომავალზე ზრუნვა. ეს თქვენ კარგად იცით. ხო? თუ დღეს მამა არ ზრუნავს შვილებზე, ესე იგი მათ გაზრდაზე და გაზრდა რითი უნდა? სიხარული მიანიჭო შვილს. ხო? საუკეთესო მაგალითი უჩვენო შვილს, ქცევის, ყოფის, სიტყვის მაგალითი უჩვენო შვილებს. თუ ამას არ უჩვენებ, რა გაზრდაზე უნდა ელაპარაკო? თითქმის ბავშვი ვერ გაზრდი. თითქმის დააშინებ მარტო. არ გაბედო ეტყვის მამა და დაშინებული ბავშვი არ გაბედავს, მცემს მამა უიტყვის. გამაგდებს, რაღაცას მეტყვისო, წამართმევს, აღარ მომცეს კომპიუტერს.
და ამიტომ შეშინებული იქცევა ის როგორც მამამ უბრძანა გონიათ ეს აღზრდა მოხდა აღზრდა ძალიან რთული საქმეა თუ ბავშვს არ უხარია ის რომ შენ მას ზრდი ზრდის ნახევარი არ შედგება გამიგეთ ამრიგად ბავშვებზე ზრუნვა რა ვიზრუნოთ ბავშვებისთვის აი პირველ რიგში რაც ილიამ დაგვიბარა ყველამ რო იცით რა კარგად გვითხრა რა უბრალოდ გვითხრა და თითქოს და კედეთა მიგვეყანა გვითხრა ხალხმა არ აქცვენიათ ქართველობა რა შევით გასო დედა ვისმინე ქართლის ვედრება ისი აღზარდა შენ შვილის სული რომ წინ წარუძღეს ჭეშმარიტება უკან ყვეს კვალი განათლებულიო რა აღზარდეო გვითხრა სული აღზარდეო შენთვის მორჩილება კი არ აღზარდო დამჯერობა კი არ უნდა აღზარდო არა ვიღაცას რომ მადლობა უთხრას რა უნდა უთხრა ძიას მადლობდა ეს რაღაცა თუთი ყუშური ქცევები კი არ უნდა აღზარდო სული მაგრამ სულში რა არის აღსაზრდელი პირველ რიგში ორი რამე ერთი კეთილი აზროვნება აი აქ თავში ბავშვს სულ სიკეთის ნათელი აზროვნები ჰქონდეს ბოროტი ზრახვები არ გაუჩნდეს ბავშვს ამიტომ მე იმდენი უნდა უჩვენო კეთილი ზრახვები და კეთილი ქცევები რომ ჩემი შთან ურთიერთობაში მას twini არ გადაუტრიალდეს და რა შეიძლება მეტი ლამაზი ქცევაყოფის მაგალითი მიიღოს შემგან ო აი ეს იქნება დიდი საზრუნავი მეორე რა უნდა იყოს მეორე სიყვარული როგორ ვასწავლო მე ბავშვს ყველას სიყვარული ყველას მიმართ იმ ძმას ეჩხუბება დას ეჩხუბება იმას რაღაც სარტყელს წამოიზრდება და კინკლაობენ მე უფრო დიდები გახდებიან და დასა და ძმას ერთმანეთი არ უყვართ ან ნაკლებად უყვართ ან რა ვიცი რაღაცას გაიყოფენ მშობლების დანატოვარს და ტრები ხდებიან მე არ გინახიათ ასეთი ვითარებები აი რო ასეთი რამ ხდება რატო ხდება ეს ყველა შედეგს მიზეზი აქვს აბა ჩახევით მიზეზს და დაინახავთ იმას რომ თურმე ზრუნვა აღზრდაზე იქ როცა ბავშვები იყვნენ 5 წლისები 7 წლისები 9 წლისები ეს იქ არ იყო მაშინ ჩავთესეთ ეს და მივიღეთ ეგეთი ნაყოფი ჩვენ არ გვიყვარს ხოლმე როცა ბავშვი ცუდად იქცევა ცოტა თვალი დავხუჭო თქვა კაცო საიდან მოდის ეს მისი ქცევა რატომ და მომხდარიყო ასეთი რაღაცა რატო დამიყვირა რატო შემომიბრუნა ბავშვმა სიტყვა რატო მომატყუა ბავშვმა რატო სიგარეტის წევა დაიწყო ჩემმა 7 წლის თუ 12 წლის ბიჭმა ჩუმა და აი გახდა 16 წელი და ეხლა გავიგე მე რატო მოხდა ეს რატო და გონია იმ წუთას მოხდა არა ეს მოხდა მაშინ როცა мама ბავშვზე არ ზრუნავდა როცა დედა ბავშვს ეჯიჯღნებოდა გაღიზიანებული დედა ეხლა რომ შესაძლოა მქონდეს ვინც კი აქ ჩემს ეკრანის ნახარ წინას ბრძანდებით არა აი ყველას როგორც სარეველას ამოძირყვავენ ხოლმე და იქვე უნდა ალბათ კარგ მეურნეს რომ დაწვას ხო აი ეს ამოძირყვავდი თქვენგან ამ წყენებსა და გაღიზიანებებს იმიტომ რომ ყველას გახასიათებთ ეს შემოძირკვასე ხანდახან ვიღაცა ჰო წყენა მაგ კი გაღიზიანებაც ვიცი ხოლმე და რო იცი რათა გაქვს თუ იცი რომ გაღიზიანება გაქვს მოიშორე რა გინდა ამ გაღიზიანებით ბავშვის ცხოვრება აშენო ეს არის ზრუნვა ბავშვზე არამედ დათრგუნვა ბავშვისა გაღიზიანებულ დედას გაღიზიანების დროს ბავშვი აღარ უყვარს როგორ შეიძლება ბავშვი გიყვარდეს ყვირილით იმ პატარა მონაკოჩი ბავშვი არ უყვარს ეს გაღიზიანება ჩარჩა ბავშვს როგორც ხატი როგორც თესლი ჩავდე მასში მე მეორე ჩავმატე მესამე ჩავმატე მეათე მეასე და ბოლოს ამოხმოცენ ეს მე გავღიზიანდი ბავშვი უკვე 9 წლისა 12 წლისა და შემომიბრუნა საკადრისი სიტყვები როცა ბავშვი სიტყვას გიბრუნებთ ეს იმას ნიშნავს რომ მან უკვე მიიღო თქვენთან ბევრი რაღაცა მიზეზი რომ ასე მოიქცეს ის არა დამნაშავე ბავშვი რო სიტყვას გიბრუნებთ
ის დამნაშავე არ არის. დამნაშავე დედა, რომელიც იმ ღამეს უნდა დაუძეს საწოლთან, თუ ზრუნვა გინდა შვილზე და უთხრა ცრემლებით შვილო, მაპატიე დღეს რომ ასეთი რამე მოხდა და გაიძულეთ ჩემთვის სიტყვა შემოგებრუნებინა. შენ ხო ასეთი არ ახარ. მაგრამ მე ჩავიდინდა რაღაც ისეთი რომ შენ ასე მოიქეცი მე მომიტევ ესა. იმას კი არ უნდა როგორ გაბედე მე მამას კი არ ვეთქო რომ აი ასე სიტყვა შემომიბრუნა ეხლა შენ მიდი უთხარი რაღაცა თქვა და არიგე. ესე იგი გამოვიწვია არააღზრდელობითი საქმიანობები და სამაგროდ მინდა აღზრდა მივიღო. ხომ გიყურება ჩვენ ლოგიკა არ არსებობს აქ. სულის აღზრდა გინდათ ბავშვისა. ნათქვამია სულით აღზრდება, კეთილი სული კეთილი სულის მიერ აღზრდება. სიყვარული სიყვარულით აღზრდება. ხო, პატივისცემით აღზრდება. სხვა გზები აქ არ აქვს, ეს აქსიომატიკაა ჩვენი ცხოვრებისა. აი ბავშვებისადმი ზრუნვა. ჩაუფიქრეთ შემოძირფასებო. აბა გეტყვით ერთ სიბრძნეს და გაუძლებთ თქვენ ამას. ბავშვის ჭეშმარიტი აზრდა საკუთარი თავის აზრდით იწყება. ვინც მესმის ჩაიწეროს ეს. ბავშვის ჭეშმარიტი აზრდა საკუთარი თავის აზრდით იწყება. გაუზრდელმა დადამ როგორ უნდა გაზარდოს შვილი. უხიაგი მშობელი მხოლოდ უხიაგ ქცევებს აანახოს ბავშვს. და ამავე დროს კი იცის როგორ არის კარგი და მოსწონს იმ კარს, მაგრამ რომ ბავშვი უხიაგს ქცევს, ჩვენი მოთხოვნები საქმეს ვერ უშველეს, მაგრამ ჩვენი კეთილი ქცევები ეს არის ბავშვის სულის აღშენებლობა. მაშ ისე აზრდეს შენ ბავშვის სული ეს ნიშნავს ბავშვი ამოზარდოთ კეთილ აზროვნება. კეთილი წარმოდგენები, კეთილი დამოკიდებულებანი და გაუფართოვოთ სიყვარული. ბავშვს დედა უყვარს, მამა უყვარს, ბებია, პაპა უყვარს. ახლა მეზობელი შევაყვაროთ. მეზობელი შეიყვარა. ახლა გავლენი შევაყვაროთ. დავანახოთ ნახე რა კარგი ადამიანი, როგორ მიდიან ეს ადამიანები. ვიღაცა საწყალია შევაცოდოთ. ხო? ვიღაცა ლამაზია მოვაწყონოთ. და სხვა ამგვარი ესე გაუფართოვოთ სიყვარული. გაუშალოთ თორემ თუ ბავშვს თქვენ ძალიან უყვარხართ, ეს არნიშნავს რომ მას სიყვარული აქვს. მას ეგოიზმი აქვს. ეგოიზმი ბიჭო, აი ჭუჭურდანში ჩაკეტილი სიყვარული და ამ სიყვარულით ადამიანი ვერ გახდება. თქვენ თუ მარტო თქვენი შვილი გიყვართ და ჩემი არ გიყვართ, თქვენის ნახევრად გიყვართ. სხვისი ბავშვი არ არსებობს. თქვენთვის ბიოლოგიურად არის არიან თქვენი შვილები, მაგრამ სოციალურად ყველა ბავშვი თქვენია. თუ მე ჩემი შვილი ცუდად გავზარდე და თქვენ შვილს შეხვდება, ой რა ამ დღეს დააყენებს. გაგიხარდებათ? და ასევე თქვენს. მასთან არსებობენ სხვისი ბავშვები. ამრიგად თუ თქვენი გიყვართ, მეზობლისაც გიყვარდეთ. ეზოს ბავშვებიც გიყვარდეთ. თქვენი ბავშვი არ დაიცვათ და სხვები არ დასაჯოთ, სხვებს არ უსაყვედუროთ. პირიქით ბავშვს შააგონო რომ შენ მათთვის აღარ გაჩენილი, შენ ერთი არ ახარ ქვეყანაზე. შენ მათთვის გაჩნდი, ისინი თქვენთვის გაჩნდნენ და თანდათანობით ისწავლეთ რომ თქვენ ერთი, აი როგორც 10 ჯოხი რომ ერთად წნედი რომ ერთმანეთს შეიკრება და ვერ გატეხს. ხო? რომ აი ასეთები გახდეთ ეზოს ბავშვები. თუ დაძმანი, თუ ახლობლები, ასეთი გახდეთ ერთმანეთისთვის. სრუნის ძალა მართვის კერს მე თქვენზე ვიზრუნე. არა, რომ მე თქვენს გვერდით იმედად ვდგევარ. არაფერი გამიკეთებია, მაგრამ იმედი ვარ თქვენი. იმედი, თუ დაგჭირდებათ, იცით რომ ვარსებობ. ხო? ადამიანი იმედით ცხოვრობს იტყვიან. რატო ცხოვრობთ იმედით? ხოდის კი არ გჭირდება ერთმანეთის დახმარება ხანდახან ხელის კი შეგეშლება რომ მომადგე ისე დროს როცა მე თუნდაც გამომდი საქმე და გინდა თორმე გაგიკეთებო არ მინდა გასშვენი გაკეთებული თავად დავცლებ მაგრამ დააკვირდი როდის მიჭერს ამოიცანი და იმედად მყავდე რომ მე რომ გამიჭერდა გვერდით გამოჩთი მაშინ იმედი
იმედი ზრუნვას აშენებს. მას მშობლებზე ზრუნვა და შვილებზე ზრუნვა. რა არის კიდევ ჩვენი საზრუნავი? შემოჯეროთ ძალიან საზრუნავია ჩვენი სამშობლო. ვისი საზრუნავია? პოლიტიკოსებისა კი არა. იმათ დაჭამეს ერთმანეთი. ყველა საზრუნავია მე აგერ შალვამონაშვილო რა ვარ, არც ერთ არავის არ ვემხურები, არც ის მინდა და არც ეს მინდა. ვინ საქართველოს უვლის ის მინდა. უვლის სიყვარულით, უვლის გულის წვით. აი ვინც ამას აკეთებს, იმას ენაცვლოს ვიტყვით. ჩემი თავიო, ხო? როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე? ეხლა ჩვენ ხო ვერ გავალ და წესრიგს ვერ დავამყარებთ იქ, სადაც ჩვენი ძალები არ ყოფნის. მაგრამ ერთი დიდი ძალაა ზრუნვის, აი ზრუნვის ძალაო, მეკითხებით, ერთი ძალიან დიდი ძალა. ჩემი ფიქრები. ფიქრით ვზრუნავ. არ იფიქროთ, რომ ფიქრის ზრუნვა ეს მარტო ჩემში რჩება და გარეთ არაფერს არ აკეთებს. აზრები მატერიალიზებული ხდება. კაცინმავადი იყოს და გულმა ისუროს, რომ ნეტა მორჩეს და მე გადამეტოს მაგის რაღაცა. გულმა ისუროს, განა ისე სიტყვებით გულით ვიზრუნო, გულით ვიფიქრო, იცით რა, თქვენავად არ გახდები და ის ხარ ამორჩება. აი ეს ხდება. აზრს მატერიალიზების ძალა აქვთ. ამიტომ ვიზრუნოთ ქვეყანაზე, რომ სიმშვიდე იყოს ქვეყანაში. თქვენ მოგწონთ ამდენი მე რომ ჩავთო ხოლმე ხანდახან მინდა ამბები გავიგო რა ხდება საქართველოში, ხან იმას მივადგები, ხან ამას და ჩავთო თუ რა და მესმის უკანასკნელი სიტყვებიანი ლაპარაკი. ის ახლა ჩემზე ზრუნავს და ქვეყანაზე ზრუნავს, როცა დედის გენებით პოლიტიკას მიხსნის. ეს არაა ზრუნვა ერზე. არც თავის თავზეა ზრუნვა. ეს უბრალოდ არის საქვეყნოდ გამოფენილი უზრდელობა. და მე მარტო ერთ უნდა თქვა, ვინ არის შენი გამზრდელი? დედა მითხარი ვინ იყო? იმიტომ რომ დედა ნახე, მამა ნახეო, მითხარი ვინ არიან შენი, ვინ იყო შენი ლიტერატურის მასწავლებელი? და ვინ გედგა საერთოდ თავს, რომელსაც პირდან სიმყრალე ამოგანთხევინეს და არა რაღაც სიტყვა რომ დამამშვიდე მე კაცო, აგერ აღელვებული ვარ. ხო, რაღაცა მააწუხებს. იქითკენ მიაკაჭება, რაღაცა სასწორი შემომიდგე რომ სიმშვიდე მოვიპოვო. როგორაც შეიძლება ქართულმა კახეთზე მე კახელი ვარ და კახეთზე თქვენ კახური გინებებიო. საიდან შემოჯერფასებო, ეს არა ღმერთით ბოძებული მეტყველება. ხო? გაუბრწყინდით თქვენს თავსაც, მე არ ვიცი, არა მგონია ვინმე მეც ახლა ბრძანდებოდეთ რამე ცუც ამოუშვებდეთ პირდან, მაგრამ ვიღაცა თუ არის თქვენ გვერდ, ან ყურები დაიცავით. ხო? ან მიადეკ და უთხარი, ერთი ჩამაწერინა შენი დედის და მამის სახელი, რომ ღმერთ შევედრო, რომ იმათ თავიანთი ცოდა მოინანიო. ამიგეთ აზრით ვიზრუნოთ ქვეყანაზე. აზრით ისე რომ დამშვიდეს ქვეყანა, რომ წინ წავიდეს ქვეყანა. უფრო მეტად გალამაზდეს, გამდიდრდეს, ბედს ეწიოს. ამ წუთან ჩვენი მომავალი ბედი, ამ წუთას კი არ წდება მაინც და მაინც. დრო და დრო წდება, წლებში წდება ეს ბედი. გონიათ შემთხვევა რომ რაღაცის ყიდვა გავიდა, ვიყიდე, იყიდე, მაგრამ გავიდა ხან და გადააგდე ის, თურმე ეს არ იყო გიყიდა, კაცო, არ იყო ეს საჭირო. არ იყო. ო, ის რაც ამ წუთას გვინდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბედის გასაღები მიჭრავს ხელში. თანაც აღელვებით გინდა თუ არა ჩხარა მომეცი და სხვა, არა, ცოტა რომ დამშვიდდები, სიბრძნე მოვა, სიბრძნეში ჭეშმარიტებას იპოვე. აი აგეთი ზრუნვა ჩვენს ლამაზ ქვეყანაზე. და რაც მთავარია, ის და აი მეც ვაგერ ჩემს ბუშეთში ვარ, ჩემი ეზო ყურე მაქვს, აქ სურვილი მოდია, ხო? აგერ სოფლის კითხვენ რო გავალხვე, დავინახო ხანდახან მყრალის უნდა ნეხვი არ გაუტანია და იქ ნაგავი ამ ხევში ყრიან ნაგავს და ჩვენ კიდევ კრებთ ამ ნაგავს. ჩვენ მოვუკრეთ, მოვასურთებთ, ერთი პირის შემდეგ ისე სიმყრა ისე მოვუკრეთ, მოვასურთებთ. რა არის ეს? ნუ თუ იმეზობელმა არ იცის, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, იცის. და ვიღაცა რომ მოვასურთო, ესაც რომ დაინახა.
არა იცის რა თქმა უნდა მაგრამ ერთია ვიცით და მეორეა არ გავაკეთებთ თუ ვიცით რომ ჩვენი კეთილი აზრი ქვეყანას თავს შემოელება ვიზრუნოთ ვიფიქროთ რომ აი ასეთი იყოს ჩვენი ქვეყანა დაწნარებული დამშვიდებული გახარებული ძმამ ძმას შეხედოს თვალებში დამ დას მშობლებმა შვილებს და ასე თორე გაიხლით ალაგ-ალაგ ოჯახიც კი ერთი უნდა ძმას მეორე უნდა მეორე ძმას მესამე უნდა მამას და აღარ არის ოჯახი ხო ხელოვნურად ჯიშნით სად არის ზრუნვა ერთმანეთზე თუ ზრუნვა დავკარგეთ ღმერთს დავკარგავთ ეს იცოდეთ თუ ვინმე მორწმუნეა და ზრუნვა დაკარგა ღმერთი მის მიმართ ზურგითად დგას ვერც ახედავს რომ ის არსებობს იმიტომ რომ ზრუნვა ღმერთით ღვთით შესრულებული საქმეა მაგრამ ჩვენ ამას არ ვასრულებთ ხო რა გამოვიდა შედეგინდა 9-ჯერ დღეში ეკლესიაში 9 სანთელი დაანთე არც ერთი სანთელი 9 სანტიმეტრის სიგით არ ავამახლა არც ერთი თქვენი ლოცვა ერთ მერწას არ გასცილდება რომელი ანგელოზი მიიღებს ამ ლოცვას რომ მე ყურად მიიღოს და რაღაცა მოგარგუნდა თქვენ არაფერი მოხდება იმიტომ იღურებ ეს აუარებელი ლოცვა და იწვის სანთლები და არაფერი გვეშალა მაინც რატო სიტყვებს ვქვავთ და საქმეს გაურბივართ აი ასეთი ზრუნვა არ არის ზრუნვა შემოძებრას ყალბი ეს ზრუნვა ყალბი ზრუნვას უნდა გული მიაყოლო და ზრუნვას უნდა აი მსხვერპლის უნდა ზრუნვას გამიგეთ მსხვერპლი მახსოვს ავად ვიყავი კორონავირუსის შემეყარა ნუ ქალიშვილმა უნდა მომიაროს რა თქმა უნდა მაგრამ როგორ მედგა თავს როგორ დღე და ღამე და სხვა მგვარდა როგორ მინდა რომ იმან დაისვენოს თვალი დახუჭოს კარგად ვარ ვაჭყეთ თვალებს შეუვლები აიშვილო წინი მომეცი კარგად ვარ სიცხარე მაქვს ხო როცა ადამიანს ზრუნვას ხედავ ეს ზრუნვა აი ის წყალია ის ვთქვათ მაცოცხლებელი რომელიც ჩემში სიყვარულს ავითარებს გამიგეთ ვინც რო ხედავ რომ ვიღაცა ზრუნავს თქვენზე არ გიყვართ ისა უფრო მეტად არ გინდათ რაღაცა თქვენს გამოიჩინოთ ხო სიყვარული ბოდიში ზრუნვა სიყვარულის წყაროა სიყვარულის სამოზარზე წყაროა აი ეს ვასწავლოთ ბავშვებს კეთილმეტყველება იმიტომ თქვენ ეს ამ უხიაკ მეტყველებას რომ თქვენზედაც არა თქვას ვინმე მე ვინ აკავს დედა რომ ასეთი სიტყვები ამოგვიდის პირიდან ქრისტეს აქვს რა თქვა ბოროტი გულიდან კაცი ბოროტი ამოსდისო კეთილი გულიდან კეთილი ამოვა სიტყვა ხო მას როგორი გული გაუხადოთ ბავშვს სული როგორი გაუხადოთ ნათელი აი ეს არის ჩვენი საყვარელი ილიას მოწოდება ილიაო და ილია ჭავჭავაძე და არ უნდა კაცი ადამიანები ნუ გავხდებით ჩვენ დღეს მართლაც არის თითქოს და 21 საუკუნეა და თავადები არ ვართ მაგრამ კაცი ადამიანები კი ვართ აი ესე გადავხურებთ აკათით მე თქვენ არ გაბრადებთ არაფერს შემოძირფასებო არ იფიქროთ ეს მაგრამ ხდება ასე ხო სამშობლოს ზრუნვაზე ვლაპარაკობდი სამშობლოზე და რითი დავამტკიცოთ კიდევ ეს და რითი და რაღაცა პატარა რაღაცა ფართობი ხო ხარ თქვენ გვაქვთ თქვენ მობარებული ამ ქვეყნისა ან თქვენი ეზო ან თქვენი შეიძლება ვინც სოფელში ცხოვრობ თქვენი პატარა ნაკვეთი მიწა ხო ან და თქვენი ბინა თქვენი ოთახი თქვენი ორსამ ოთახიანი რაღაცა პატარა ხუხულა სახლი როგორ არის მოვლილი ნაგვით არის სავსე მოვლილია დალაგებულია იქნება ღმერთმა შემოიხედა თქვენ რა იცით იქნება ანგელოზმა შემოიხედა თქვენთან რა იცით მეზობელი შემოგესწროთ როგორ ეყაროს ბინაში ნივთები
და ბოდიშუხადო თანაც უი ვერ დავალაგე და ვერ მოვიცადე და რას ქვია პირველი რიგის მოცლა თუ ვინმეზე ზრუნავ ეს არის ბინის დალაგება სისუფთავე ბინაში გაჭკრებლის კი არა რომ ფეხის სწორებზეა რომ არ დამისწოროთ იატაკიო როგორც უნდა ისე ეროს ჩემთა მოსულმა სტუმარმა მე გავწმენდა მოუარეთ თქვენს ბოსტანს ნუ იქნება იქ სარველათა გროვა და ეს ბოსტანი ეს პატარა ნაკვეთი სამშობლოს მიწა არ არის აი ჩვენ სამშობლოს ვიდით იქ სადაც ვართ გინდა უცხოეთში ვიყოთ რამდენი შვილი წაგვივიდა უცხოეთში თუ იქ შოთა რუსთაველი ამაყობს ილიათი ამაყობს თუ იქ ორი ქართული წიგნი წაიღო რომ დედა ვამისოთ როგორ გავძლო მე იქო თუ იქ ქართული სიმღერები არ დაკარგა თუ იქ არ დაკარგა ქართული ზნე და კულტურა მაშინ სადამე მას სამშობლო ხვარებია აი აგეთი ზრუნვა რა გვაქვს კიდევ ჩვენ საზრუნა უფალი გაგვიკვირდება კაცო რა უნდა ვიზრუნო უფალს იმას რომ ყველაფერი აქვს რა იმას ჩემი ზრუნვა უნდა ძალიან უნდა ჩემო ჯერფასებო სახარებაში ნათქვამი ყველა სიტყვას აიკითხეთ ჩემო საყვარლებო ეს წმიდა და წმიდა წიგნი განა იმიტომ რომ მორწმუნენი გახადოთ გახდეთ და დღე-დაღამე მუხლებდა ჩოქილმა ილოცოთ და ფერზე წამოდგება ამიტომ კი არა იმიტომ რომ სახარებაში ძალიან ბევრი სიბრძნეა და რა უშუალოდ ამ სიბრძნეს ამ სიბრძნით ვიცხოვროთ თუ არც კი ვიცოდეთ რა არის სიბრძნე ხო და სახარებაშია ყველაზე ძვირფასი საზრუნავი დარიგებანი ჩამოგიტყვით და იტყვით ვიციო ვიცი კარგი სათქმელია მაგრამ ცოდნას ორი ხარისხი აქვს მკვდარი ცოდნა და ცოცხალი ცოდნა მკვდარია ყველა წიგნი რომელიც ბიბლიოთეკაში თაროზე დევს მაგრამ ჩემი ხელი ვერ მიწვდა მას რომ ჩამოიღოს და ჩემმა თვალებმა ჩემი თვალები ჯერ არ გაწითლებო რომ ეს წიგნი იკითხოს მკვდარია ეს წიგნი მკვდარია ცოცხალი მკვდარი მიდევს წინ ვიტყვი წიგნი მაქვს ხო მაგრამ როცა ცოდნა ხმარებაში შედის აი გამოიყენ ეს ცოდნა რა ამას აქვია ცოცხალი ცოდნა ვიცი და ვაკეთებ მაგრამ ვიცი და არ ვაკეთებ ეს ბოროტება ვიცი და ვსწავლობ ეს გზა მაგრამ ვიცი და ვაკეთებ ეს აღშენებლობაა ამრიგად გეუბნება მაცხვარი ძალიან მარტივად შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავის შენი ვინ არის ეს მოყვასი მარტო ის კი არა ვინ შინაურია და სხვა მოყვასი არის ყველა ქართველი და არაქართველი ყველა ბრძენი და უგუნური ყველა მოყვასია ვისაც კი ადამიანის სახე აქვს და მეტყოდების უნარი ყველა მოყვასია ჩვენ ხო ვიტყვით ხოლმე რომ ღმერთი ჩვენშიაო მარტო შენშია ღმერთი და იმაში არ არის რომელიც დღეს უგუნურია ან იმაში რომელიც დღეს დამნაშავეა და სადღაცას არის ჩაკეტილი როგორ დაგვარიგა იესო ქრისტემ აიო ვიყავი მშიერი და არ მააჭამეთ ციხეში ვიყავი და არ მინახულეთ ავატყოფი ვიყავი და არ მომიარეთ და მკითხავენ მეო როდის იყავი უფალო ავად და არ აგნახეთ ან ციხეში და არ მოგიკითხეთ ან მშიერი და ან შიშველი და არ ჩაგაცვით როდისო და რა უპასუხა გახსოვთ თუ რომელიმე თქვენგანი ამ მდგომარეობაში იყო და თქვენ არ მიხედეთ ის მე ვიყავიო და ჩვენ გვერდზეც არიან ქრისტეები რომელიც ძლივს დადიან რომელიც ლუკპაპურს დაეძებენ ხელი გამოშორილი აქვთ ან აყელყელოებულები არიან თავიანთი ქონებითა და აღარ იციან რა და როგორ იგემონ და სხვამგვარი ეს ყველა ესენი საცოდავი ადამიანები არიან ხო გვიყვარდეს თუ არ გვიყვარდეს ვინ ავარჩიოთ რომ გვიყვარდეს და ვიზე ვთქვათ არ გვიყვარსო ვიზეც ითქვი არ მიყვარხარ შენო ესე იგი იქვე ამბობ
მე კი მყავს ღმერთი, მაგრამ ისაც არ ამყარებია. აი ასეთი საკვირველია მოუწოდება ქრისტესი. გიყვარდეს თავი შენი ისე როგორც ასე შეიყვარე ყველა არ განარჩია ვინ. ყველა ეხლა მართლა ციხეებში კი არ ვირბენ და მათვრებს კი არ დაუწყებ ზემდას და ჩამორიგება ამაზე კი არ არის საქმე. მაგრამ სადაც ჩემი თვალი ხედავს ამას და ჩემ გულს შეუძლია გააკეთოს ეს. მაქვს ამის შესაძლებლობა და არ გავაკეთებ, აი ეს უკვე ცოდვაა. სადაც შეგვიძლია სიკეთე ქმნა, მაგრამ ჩაივიდე რომ არ გააკეთეს სიკეთე. არ თქვა რომ კეთილი ვარო, უკვე ბოროტება ჩაიდინე. იქ სადაც სიკეთე შეგვიძლია და არ ჩადიხარ სიკეთეს, ჩადიხარ ბოროტებას. ხედავთ რა ძნელი საქმე ყოფილა ზრუნვა. ადე რა სუფთა უნდა იყო გულში. როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი. როგორი სავს უნდა იყო კულტურით, რომ შენი ზრუნვა შენივე სულის საზრდო გახდეს მერე. რატო უზრუნავთ ადამიანებზე? იმიტომ რომ ჩვენც მინდა კარგები გავხდეთ ხომ ჩვენც. ადამიანზე ზრუნავ, შენ სულზე ზრუნვა არ გამოდის? კეთილი ხდები, მერე სადასაც უნდა წავიდე, მერე რაღაცა წლები მოვა, წამიყვანენ, რა წაუღო იქ უფალს? რა მივართვა უფალს? რა, ჩემი კარგად შემკულს შეზავებული ჩაკაფული წაუღო? რა წაუღო? მე რა წაუღო? ჩემი წიგნები წაუღო და დავუწყო წინ? ხო გადმოყრის ყველაფერს. დაბლა. ერთადერთი წასაღები გვაქვს სული, არც ვედა არც ნაკლები. იყვარს ადამიანები. სულ სიყვარული დაეტყობა. ზრუნავ ადამიანებზე, სულ ზრუნვა დაეტყობა. კეთილი ფიქრები გიტრებს თავში, სულს კეთილი ფიქრობა დაეტყობა. აი ეს უნდა, იმიტომ რომ ამ ძალებით, აი ეს არის ზრუნვის ძალა კიდევ, ამ ძალებით მე იქ უნდა რაღაცა ვაკეთო კიდევ. თუ ეს არა მაქვს, უძლური ვარ. და მეტყვის სუფალი აი წადი ქვემოთ სადღაცას ვიღაცა მას ჯოჯოხდი და არქვა წადი იქა და მე რომ ნახოთ რა მოხდება. ჩვენ მოვიარეთ ბევრი რამ საზრუნავი. უფალსაც უნდა ზრუნვა. რითი უნდა ზრუნვა უფალს? გაუფრთხილდით ერთმანეთს. გაუფრთხილდით ერთმანეთს. გუშინ სიმღერას ვისმედი ერთი მშვენიერი ქართველი კომპოზიტორისა მოეფერეთ ერთმანეთს თავდებეს სიმღერა ყოველი მის სამღერში. მოეფერეთ ერთმანეთს. მოეფერეთ. აი ეს მოფერება, ალერსი, ყურადღებიანობა, გულის ხმიერება. ხანდახან რომ გაჩუნდები იქ, სადაც უნდა გააჩუნდე გას. ხომ? და საქმეს იტყვი იქ, სადაც აუცილებლად უნდა თქვა. იცითანაც როგორ თქვა, რომ ადამიანს გული არ ატკინო, გული არ დააწყვიტო, არ აწყენინო. არ იწყინო. აი ისეთ რაღაცებს ვეხებით, რაც კითხვას გვიყენებს ჩემო ჯერფასებო. იქნება აი ავიღოთ ფურცელი, აი ასეთ სუფთა ფურცელი. ჩამოუსვათ ასე ხაზი, ორად გავხოთ და აქეთ ამ მხარეს მარცხენაზე ჩამოწერეთ თქვენი ყველაზე კარგი თვისებები, რაც ძალიან მოგვწონთ თქვენს ელოლიავებით, რომ კეთილი ხარ, მოყვარული ხარ, ნამუსი გაქვს, ხო? უშურველი ხარ და სხვა რაც მოგვწონთ, რაც გაქვთ მართლა და მოგვწონთ. და მეორე ნაწილზე კიდევ ასევე ჩამოწერეთ რა გაქვთ ისეთი რომ არ გინდათ გქონდეთ. გაღიზიანება გაქვთ და გააწუხებთ, არ გინდათ გქონდეთ. გაღიზიანება გამოიწვია. გაღიზიანება ბოროტებაა და ბოროტებას რო ჩადიხარ, ბოროტებას გამოიწვევს ისიც. არა, არ გინდათ ეს გქონდეთ. ხო? მერე ხმას რო აუმაღლებთ, კიდე ვიღაცას დაუყირებთ, არა? ან ვიღაცა არ გვიყვარს. ესე იგი სიყვარული არ მქონია სრული. ჩამოწერეთ ის, რაც თქვენ არ მოგწონთ თქვენს თავში. და ამერთი შეხედეთ, რომელი ეს ჩამონაწერი უფრო ბევრი იქნება. მარცხნივ თუ მარჯვნივ. დრო დაინახავთ თქვენ სულის სარკეში რა გვაქვს გადახრები, ნუ თუ არ მოგინდებათ რომ კაცო როდემდე ვატარო მე სოდით სავსე და ასეთი ნაგვიანი
თვისებები სადამდე ვატარო მეს ამდენი წყენა რომ დებია გულში მეც რომ წყინს და ვისაც ვიღაცებს რომ ვაწყინე როგორ კაცო არ დადგა რომ მომიტევოს და მიუტევო თუ არა და რატო ვიცახე ლოცვებში მოგვიტევეთ შეცოდებანი ჩვენ ისე როგორც მიუტევეთ ჩვენ და გამოხვალ და არავინ მეტოვებული არ აქვს ეთქვის ასეთ ადამიანს ლოცვა ეკნება ფასი იმ ლოცვას მე არ მინდა თქვენს ვიტრაბა ხო მაგრამ როცა არ მესმოდა რა ვქნა მაგრამ დღეს როცა ვიცი მე რა არის მიტევება ყველას ყველაფერი მიუტევ და ყველა შევევდე რომ მეც მომიტევა თუ იმ ცოცხალი დარჩა ისე ასაკშია რომ ის ხალხი შემომეცალა ვისთანაც ერთად ცხოვრობდი ვითარდებოდი მადლიერი ვიყავი და სხვა ამგვარი მაგრამ ზოგიერთგან რაღაცები მწყინდა მეც ვაწყენინე ხანდახან რას ვაკეთებ იცით ფურსეს ვიღებ დავждებ და წერილებს უწერ ცაში უწერ დედაჩემს წერის ცაში უწერ ჩემს მეგობარს რომელსაც რაღაცა ვაწყინე წერილს უწერი მტერსაც მტერი რომ მეგონა მაშინ იქ როდისღაც იმ 60-იან წლებში ეხლა უწერ წერილს რომ შენ შენ მანდ კი ხარ და გესმის ჩემი მომიტევე რა მაგ ციური სასუფეველიდან მომიტევე შენ ამაღლებული ხარ უკვე მომიტევე და გული მიმშვიდდება დედას შემსაც წერილებს რომ ვაწყინე იქ მეუღლეს წერილებს რომ და მოვფერებოდი და არ მოვეფერე ჩამეხუტებდნენ და არ ჩავიხუტე ესენი რეებია ცოდვებია ყველაფერი ეს დავიგროვოთ ესეთი ცოდვები თუ დაგვიგროვდა თხოვთ მიტევება აი დღეს რომ დამთავრდება ჩვენი ეს მობილურები გააქვთ ყველას ხო რა თქინდათ ეს მობილურები თუ სიკეთე არ აშენეთ დაურეკეთ ვისაც გონიათ რომ თქვენგან განაწყენებულია თუ უთხარით მომიტევე რა შენი ჭირები თუ ხარ ადამიანი წუხარ აი მააწუხებს ესა ჭიასავიდე მღრღნის კაც მომიტევე მაპატიე და ვიყოთ ადამიანები ისე ვიმეგობროთ თუ არა და ნუ მშვიდად მაინც ვიყოთ და დამამშვიდე მეც რომ აღარა ვწუხდე ხო ან თავად მიუტევე იმას ვინ ძალიან გაწყინდათ კი არ ელოდო თავისი მუხლებით მოვიდეს ჩემთანო რა თელოდებით ამასაც რა ესე იგი სიამაყის რაღაცა იმაზე ზიხართ ხო სიამაყი არ არის კარგი ამბავი ფუჭი სიამაყი თავდაბლობო დამდაბლდით რათა ამაღლდეთ საიდან არის სახარებიდან ჩვენ გვინდა ავმაღლდეთ რომ დავამდაბლოთ ეს საიდან არის სატანასაც აქვს თავის სახარება ეს იმის სახარებაში წერია ხო გამოიყენეთ თქვენი ტექნიკა ანდა წერილი ანდა მიიდით ბოლოს და მოდი რა ჩავეხუტოთ ერთმანეთს საგაი სიტყვა გვაქვს ქართულში ჩახუტება განამარტო გენაცვალე ვიცით ჩახუტება სხვა მარტო მოხოვნა იციან ჩვენ კი მოხოვაც ვიცით და ჩახუტებაც ვიცით ჩაეხუტეთ მიუტევეთ მოგიტევონ სული დამშვიდდება გალაღდება ძალები გამოგიჩნდებათ ძალები ნათქვამია გადაიხადეთ რაც ქვითარშია გამოწერილი სასტუმროში ყველა გადასახადი და მოსამსახურეები დიდი პატივით მოგიტანენ თქვენ სუნდუგებს გემზევა სასტუმროში გადაიხადეთ გადასახადები რაც გაათიეთი გადაიხადეთო რა სასტუმროა ლაპარაკი და ჩვენ სასტუმროში ვარ ჩვენ ჯერფასო დედამიწა ჩვენი სასტუმროა მარადიული საცხოვრებელი კი არ არის მარადიული მაღლა აქ ვარ სტუმრად ვალები რაღა გვაქვს და ვალები ეს არის ვიღაცა გაუბორდე ვიღაცას ვაწყინე გულში ბოღმა ჩავიდე ვიღაცა არ მიყვარს და სხვა ეს ყველაფერი დიდი ვალებია დიდი ვინ გადაიხადოს მე თუ არ გადავიხდი ეს ვალები შემშვილს დაედება ვალად იმიტომ რომ ხალხს ჩემი შვილი არ ეყარება ასეთი დედა ხავდა ასეთი მამა ხავდაო და კიდე იტყვით შვილზე ვზრუნავდიო მე თქვენ არ გესაუბრებთ უბრალოდ მე გრამატიკული ფორმით ლაპარაკობ და ამას შეიძლება ჩემსაც ლაპარაკობ აი თამრიკოს შემოვიდა ეხლა და თამრიკოსდაც ყველა ჩვენზე ყველას რაღაცა გვაქვს მეტნაკლები მაგრამ რო ჩამოგაწედეთ ესენი აი ესენიც გადასახადებია ჩვენ
ხო მიუტოვოთ ყველას ყველაფერი და მოგვეტევება სიტყვით, წერილით, ტელეფონით, ფიქრებით. მიუტოვოთ ესენი. გადავიხადოთ ვალები, რომ ჩიტები ვიყოთ. მაშინ ვეღარაფერი ვერ გავგოჩერებს. ცათა სასופველი კი არა, ცათა სასופველებს იგით კიდევ სხვა სასופვლებია. გონიათ ამით ითავდება სამყარო? იმის იგდა რაც სასופველებია, თორემ ქრისტემ ჩვენ მოკლე, აი შიტის ბეღურა სასაფრენის სასופველი გვიჩენა და იქ ამდისაც გვიჭირს აფრენა. გაგვეხსნება ყველა გზა. რითი დავამთავრე ახლა ჩემი სიტყვა. მე მიყვარს სიბრძნები და სად არ დავეცებ, ხალ თვითონ ცდილობ მოვიკვნო ხოლმე სიბრძნე. აი ერთი კარგი სიბრძნე, რომელიც გამოგადგება. ხო, კარგი სიბრძნე. ჩაიწერეთ, დაიხსნათ გულის ფიცარზე. მიყვარს. ცხოვრებაში დამნაშავე სიყვარულით გამოვასწორო. ჩხუბით კი არ გამოვასწორო. ხვირლით კი არა, შურისძიებით კი არა. კი არ მივაგო ის, რასაც იმსახურებს. არა, ერთი სიყვარულში ჩავიხედო, ქრისტეს სიყვარულს ვნახო. ქრისტე ამას როგორ გააკეთებდა? თიც დაუქნევდა, დაუყვირებდა. ბოროტებას თუ რაღაცას, არა, როგორ მოიქცეოდა ის? და ასე მოიქცეთ ჩვენც. მე ჩემ საუბარს ვამთავრებ და მე მგონი ამ დღეებში, აპრილის რაღაცა რიცხვებში, თუ არ ვცდები 5-ში თუ რაღაცაში თბილისში ჩამოდივარ და შეხვედრა მექნება. ძალიან გამიხარდება, რომ ვინმე თქვენგან იქ ვნახო და ვისაუბრებთ იქა ბედნიერებაზე. გინდათ ბედნიერება? ბედნიერებას აი გოგინახიათ თამაში რომ არის თოქს რო ეკაჩებიან იქით და აქეთ და აბა ვინ გადაწევს? არა? ასე უნდა გადმოქაჩოთ ბედნიერება, თორემ არ შეგვხვდებათ ის. არ ბედნიერებას დიდი შრომა უნდა. აი მასე მინდა ვისაუბრო შემდეგში. ახლა კი მე თქვენ გისურვებთ ყველა სიკეთეს, რომ თქვენი გულები ზრუნით იყოს სავსე, არაფერს არ ელოდოთ თქვენი საზრუნავის გამო. არაფერს ქვეყანაზე. ხო? აი დაივიწყეთ ყველა ვიზედაც რამე გიზრუნია. შვილზე ვიზრუნეთ და მაგი დადეთ, ეს ამაგის დაივიწყეთ. არ გაახსენოთ არასოდეს. თუ გაახსენდება, აი მაშინ გამოჩნდება თქვენ მართლა გიზრუნიათ თუ არა. თუ არ გაახსენდა, მასწავლე თქვენ არ გიზრუნიათ, რაღაცა გიჭმევიათ, გისმევიათ, ჩაგიწმევიათ მისთვის, გიჯაჯღანიათ ბევრი და გაიზარდა კაც სამასობაში. წლები გავიდა, გაახდა დიდი და წავიდა ამერიკაში. დაგიგნიათ ხელი და გაიჩინა იქ შვილების და თქვენ კი ისინი ჯერ არც არ გინახავთ. რამდენია ასეთი? მე არ მინდა რომ დღევანდელ დედმამას ასეთი რამე დაემართოს. დავამთავრე ჩემო ძირფასებო. ბევრი სიკეთე თქვენს ოჯახებს და ბევრი საზრუნავიც მინდა გისურვოთ. სულ ზრუნვაში იყავით. გაიხარეთ. ბატონო შალვა, უდიდესი მადლობა. კიდევ ერთხელ, არ ვიცი, დიდი სიამოვნება მივიღეთ ძალიან ბევრი დასაფიქრებელი რამ იყო თქვენს სიტყვებში და თუ მოგცემთ მაგის საშუალებას, რომ კითხვები დაგისვან თქვენ ძლებმა და კითხვა-პასუხის რეჟიმში რომ გავაგრძელოთ 9 საათი, თუ ამის შესაძლებლობას მოგცემთ, ძალიან გაგვიხარდება. კი, გავაგრძელოთ. კი ბატონო, მაშინ კითხვები აქვთ აქ მონაწილეებს, მადლობებსაც წერენ ჩატში და აღურთოვანებულები არიან თქვენით და თქვენი საუბრით და მოკლედ მარიამს აქვს კითხვა. მარიამ, შეგიძლია დასვა და მერე გავაგრძელოთ სხვებს, ვისაც გაქვთ. აბა მარიამ, საიდან ჩანს? არა, კითხვა არ მაქვს, ტაშს ვუკრავდი უბრალოდ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მონოლოგისთვის, ბატონო შალვა. ძალიან სასიამოვნო იყო. ხომ არ გაწყეინეთ? ისეთი მოbrunებოდი სწორკუთხედს და თქვენ გებრძოდით. პირიქით. ჩვენზე ვლაპარაკობ, ჩვენზე ყველაზე ყველა ერთნი ვარ, ჩემო ძირფასებო. არა, რასაკვირველია, ჩვენ გვესმის ყველაფერი. მეგობრებო, თუ გაქვთ კითხვები, დაუსვათ ბატონ შალვას. გვაქვს ამის ბედნიერება და შესაძლებლობა, რომ მოვუსმინოთ და დავსვათ კითხვები. მივესალმები ბატონ შალვას. დიახ, ბატონო ჯამბულ. მიხარია, რომ
ესე კარგად არის, ესე მხნედ, მე ახალგაზრდა ბიჭი პედაგოგობას რო ვიწყებდი, შალვა ამონაშვილის თანამშრომლობის პედაგოგიკა იყო ჩვენი ო ძირითადი მეთოდიკა და ძალიან მაგარია, რომ ეს ამდენი წლის შემდეგ მომეცა მასთან ესე ვირტუალური შეხვედრის შესაძლებლობა. დიდი და მადლობა შეკითხვა რაში მდგომარეობს? გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი. უფლის მთავარი ცნებაა და ჩვენი ქრისტიანული მორალის საფუძველია. მაგრამ მეორე მომენტი რო ვთქვათ, გვიყვარდეს მტერი ჩვენი. ეს უკვე მეორე საფეხურია სიყვარულის. ხო, აი ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი. ბატონო ვინც ჯამბო, მოდის, ვინც შენს საფუძვლებს ძირს უთხრის, ვინც ცდილობს წაბილწოს შენი სიწმინდები და ასე შემდეგ. და ეს მტერი, რომელიც ყველაფერს რა ძვირფასია ცდილობს გაგინადგუროს, მიგიტაცოს და ასე შემდეგ, უნდა გვიყვარდეს და ტაში უნდა დაუკრათ თუ? მოდი ჩვენ ერთმანეთსაგან გავარჩიოთ ადამიანი თავისი დღევანდელი მატერიალური ცხოვრება და მისი სული. ნათქვამია, რომ ადამიანში შეიძლება ბოროტება იყოს. მაგრამ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ადამიანი, როგორც მომავალი. და უნდა ვებრძოლოთ მასში მის ბოროტებას. უნდა შევეშველოთ, რომ ეს ბოროტება ან მოიცილოს, ან და იზოლაცია მოახდინოთ, რომ ჩვენს არ შეგვიძლია, თუ არ შეგვიძლია, რომ შევეშველოთ და კეთილი გავხადოთ, იზოლაცია მოახდინოთ მისი. მაგრამ უნდა ვუსურვოთ სიკეთე. მტერი კი არ დავარქვათ, მტერი და დედას უტირებ მაგასო. ვუსურვოთ სიკეთე კაცო. ხვალ შეიძლება მან ჩვენ გვაჯობოს, ჩვენზე წინ წავიდეს, ბევრი რამე გააკეთოს, შეიძლება სიკეთეს გავგეკეთოს. ხანდახან დღეს მტერი ხარ და ხვალე მოყარე ხდები. ესაც ხო არის? არა, მეზობელს წაეჩხუბე, გადაეკიდე, რაღაცა დრო დადგა და შეგარიგათ თუ შერიგდით და ეს ახალი შერიგება ახალ ცხოვრებას ბადებს. არა? რასაკვირველია, ვინც ჩემს სამშობლოს წაბილწავს, ის ადამიანი თვითონ როგორც ადამიანი არ მეყარება, მაგრამ მე მასში როგორც ღმერთის წარმომადგენელს პატივსაცემ რაღაცა დროს ის ხანერი გახდება. თუ ამ ცხოვრებაში არა, იმ ცხოვრებაში. ახლა უფრო კონკრეტულად კიდევ იმ 60-იან წლებში თუ რო გაიხსენეთ, მე ბევრი მივიღეთ ჩემს მტრად. მტრერი იყო, ახლა აღარ ჩამოსვდი გვარებს, თქვენ გახსოვებათ ის გვარები, ერთიც, მეორეც, მესამეც, ვინ ლანძრავდა, ვინ დასმენებს წერდა, ვინ გაზეთებში ცინის წამებები და რაღაცები და მე ძალიან წმინდა, გულსამტკენდა, როცა ალალად ვაკეთებდი და კაცი ამას ღებულობდა უკუღმა. და ამიტომ მეც ვესხმოდი თავს, მეც რაც შემეძლო, იმას ვეუბნებოდი, იგივე სიტყვებით ხანდახან, დღეს მე უკვე მწვენია ამის გამო. ძალიან მწვენია. რატომ იცით? აი ერთმა კაცმა მითხრა, შენო გაწყვიტე ხმაო, დიდ საჯარო კრებაზე, სადაც შეიძლება თქვენც იყავით, რა ვიცი. დიდ საჯარო კრებაზე შენ ხმა გაწყვიტეო. მე როცა პროფესორი ვიყავი, შენ პროტოპლაზმაშიაც არ იყავი მაშინო. და მე გამეცინა მაშინ, მაგრამ გულში კი ტყვიასავით მოხდა, რატომ კადრება? ახალგაზრდა ვარ, მაგრამ რატომ კადრება ასე? იქნება მე რაღაცა გავხდე, მეც. წამოვიდე მეუღლეს ვუთხარი ეს. დაბოხმილმა. მასე როგორ გამიბედა მან? მეუღლემ კიდე მითხრა, კაცო, გამოდი პროტოპლაზმიდან, მართალ იკითხე იმან, ის პროფესორი გახდი, შენც პროფესორი. ხო? და ჩავფიქრდი მართლა მეც, მასწავლე ის პროფესორი და არ უნდა კანდიდატი ლაპარაკოს. 6 თვეში დავწერე, დავიცავი და ეხლა იმამ ტრობა გამიწია თუ მოყრობა. ეს რო არ ეთქვა, მე ამას არ გავაკეთებდი. ერთმა კიდე მითხრა, შენ გოგებაშვილი არ იციო და გააწყვიტე ხმა, ასე მელაპარაკებოდნენ. ჩაუჭეგი და გოგებაშვილის 10 ტომი, აი ეხლა აქ მიწყვი, აი ვერავინ არ მარჯობებს გოგებაშვილის სოდნაში. ვიცი, მე ისაც კი ვიცი, გოგებაშვილი როგორი იყო, მე-19 საუკუნეში როგორი იყო, ეს კი არა და მე 20-ის დასაწყისში.
როგორი იქნებოდა ის დღეს, რომ დასწოდა ან დედაენას როგორც გააკეთებდა, ისევ ია იქნებოდა თუ უფრო წინ წასული რაღაც. მაგრამ რომ არ ეთქვა ის იმას, რომ გოგებაშვილი არ იციო, მე მართლა არ მეცოდინებოდა. ამრიგად გამოდის, რომ ვინც თითქოს და ბოროტებას მიკეთებდა, ისინი ჩემი ფილოსოფიის და ქრისტეს ფილოსოფიით უნდა ჩავთვალოთ როგორც მოგზავნილი ადამიანები, რომ ჩემთვის წკიპურდები, ასე თქვა, ეკრათ და მე თქვა, წადი წინ, წადი, კაცო, რას გაშტერდი ამ ახ ადგილას. წადი. ამრიგად, თუ ვინმე მტერი მოგადგათ კარს, ხო, ახლა თუ მართლა თოფი არ მოგიღერა და დანაგუზი არ დაგადო, ხო, ჩათვალეთ, რომ ის მტერი არ არის. აღმოსავლეთის სიბრძნეობს არავინ შენი მეგობარი არ არის, არავინ შენი მტერი არ არის, ყველა შენი მასწავლებელი,ო. და ახლა რო უყურებ, მართლაც ის ერთი მახსენდება, ახლა მეორე სახელებით და მაგრამ არ მოგობ იმათ, მესამე, მეოთხე, მეხუთე, კიდევ სამი გამახსენდა, ეს ბევრია. ვითომ მტრები იყვნენ. არა და ჩემთვის დღეს ისინი მოყურები არიან, ნეტავ ცოცხლები იყვნენ, რომ მივიდე და მადლობა გადაუხადო მათ იმის გამო, რომ მათ ის გამიკეთეს, რასაც ვითომ მტრობა ერქვა. ასეთი ზოგადი ჩემო ჯგირფასო ჯამბულ ზოგადი, ხო, ეს ქრისტეს მცნება, თუ მტერი გიყვარს, შენი სული უფრო მაღლა ავიდა, ამაღლდა, იმიტომ რომ ღმერთს ყველა უყვართ. მას მივეტოლე, ხო? და ეს გთხოვა იმანაც, იყავით სრულყოფილი, როგორი სრულყოფიც ფილის არის თქვენი სულიერი მამაო და იმას ყველა უყვარსო, მტერის და მოყვარს თქვენს ასე. მოდი გაუძდოთ იქამდე, სადამზეც შეგვიძლია რომ მტერიც მტრად არ მივიღოთ. სადაც არ შეგვეძლება და ნუ დავტაცოთ დანასხელი და ვიმოქმედოთ, მაგრამ სადაც გაძლება გაუძვლოთ. ასეთი არ ვიცი როგორ მადლობა. ჩვენი პასუხი იყო ვაჟასეული. მაიას აქვს კითხვა და გისმენთ მაია. გამარჯობა ბატონო შალვა, მე მახსოვხართ პირველი ექსპერიმენტულიდან უნივერსიტეტის სტუდენტები ვიყავით და პრაქტიკას გავდიოდით თქვენ სკოლაში. ეს იყო დაახლოებით, ხართ უნდა დამეხმარე, დაახლოებით 30 წლის წინ? არა, უფრო მეტის, დიახ. პრაქტიკას გავდიოდით თქვენ სკოლაში და მახსოვს მე-4 კლასებში შევდიოდით პატარებთანაც და ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ, საუკეთესო წარმოსახვის ნიჭით. და მაშინ ჩვენმა პროფესორმა გითხრა, რომ აი ამ ბავშვების უნარები ოჯახებიდან მოდესო. ნუ იგულისხმა, რომ იღბლიანები არიან, პრივილეგირებულ ოჯახებში იზრდებიანო. აი იმის შემდეგ სულ ფიქრობ, რადგან ბავშვებმა, რომელსაც არ აქვთ უპირატესობები, სწორი მაგალითები მშობლებისაგან, ამ მშობლებს არ აქვთ დრო მათთვის. უფრო ზუსტად როგორ მოვახერხოთ ჩვენ მასწავლებლებმა, რომ ყველა ბავშვს თანაბარი პირობები ჰქონდეს განვითარებისთვის. ჯოჯოფასო მე დიდი მადლობელი ვარ. ამ წარსულის გახსნებისთვისაც და ამ კითხვის გამოც. ერთი რამე მინდა კიდე არ ხართ შეცვლილი საერთოდ ბატონო შალვა. არ ხართ შეცვლილი. დიდი მადლობა ჯოჯოფასო. ჯერ თვითონ ბავშვზე იცით? იტყვიან ბავშვი სუფთა დაფაავო. თეთრი ქაღალდიაო. ბავშვი ცვილიაო. რა ფორმას მიცემ, ამ ქაღალდზე რასაც დაწერ, ის იქნებაო. აი ეს სწორი არ არის. ბავშვი არა, არც სუფთა დაფა და არც ჭკვიანი დაფა. იმას თან დაჰყვება ხასიათი. თავისი ხასიათი. ამ ხასიათში შეიძლება იყოს ბევრი კარგი და შეიძლება რაღაცა გადახრებიც ჰქონდეს. სულს ჰქონდეს რაღაცა გადახრა, ან სხეული იყოს, თქვა ტვინი იყოს დაზიანებული და ბავშვს გადახრა აქვს. ხო? მას ბავშვი მოდის თავისი ხასიათით. ამიტომ რამდენი მოცაფეც გიზით სახლში, იმდენის მასწავლებელი უნდა იყოთ. ყველა სალცაკე თავისი პედაგოგიკა უნდა. ერთი და იგივე. შეიძლება ამ სამ ბავშვს გამოადგეს, მაგრამ სხვა სამს აღარ გამოადგება. ყველას თავისი რაღაცა
მიდგომა უნდა გქონდეს. ამრიგად მასებს რა მოეთხოვება? სიბრძნე რომ მიხვდეს, აი ზრუნვას რომ ვლაპარაკობთ, რომ მიხვდეს რა გვარი ეს ბავშვი, რა გვარი ხასიათისაა. იმიტომ უმრავლესობა ქალი მასწავლებელი, რომ ქალის გული უფრო მიხვედრილია ვიდრე კაცისა. ხომისეთ, შვილს დედა უფრო გრძნობს, ვიდრე მამა იგრძნობს. დედა გრძნობს, ავად არის თუ კარგად არის, შორს არის თუ ახლოს არის, რამე ხო არ ემართება და მამას ვერ აგრძნობს. ხო? ამიტომ ქალი მასწავლებელი უფრო გრძნობიარი უნდა იყოს. არა? ეხლა მოგვიდა ნაირ-ნაირი ბავშვი. როგორ მოექცეთ ამ ნაირ-ნაირობას? ეხლა მე კი აგიხსნით, მაგრამ რომ შემოკლებული იყოს, უფრო აი ზოგადი მე თუნდა თქვა, გაკვეთილი, არა საერთოდ ყველასთვის აგებული, არამედ ტალღებზე. აი ტალღური გაკვეთილი. გაკვეთილი აი ესე ქანოობს, აი მაღლა-დაბლა და ბავშვები ნაირ-ნაირი მყვანან. ამან თავისი მიიღო, ამან თავისი მიიღო და ყველა მიიღო თავისი. ხან აუწია დონეს, ხან ჩამოუწია და ამან რაც მითხრა, ამისთვის შევაქე. იმან რაც მითხრა, იმისთვის შევაქე. და არც ვკითხე, უნდა გესწავლა, რატომ არის ის სირცხვილი შენ, არ ახარ მართალი, არ უარყოფ ბავშვის არაფერს. და მიმყავს ბავშვი ხალისიდან ხალისამდე. ყოველთვის წარმატებული. აი ეს არის პედაგოგური სიბრძნე. როგორ ავაგო მე ესე ტალღური გაკვეთილი? რომ ყველას თავთავისი შეხვდეს. როგორ? ისე რომ ესაც ვიცი ვინ არის, ესაც ვიცი ვინ არის. ხო? და ესენიც ვიცი, იმიტომ რომ უკვე წელიწადია მათთან ვარ და ხო გავიგე ბოლო-ბოლო. ხო? თუ არ გავიგე, მაშინ მე ბავშვები არ ამყვარებია. მათ ვაყრი ცოდნას, ვითხოვ ყურებს, რომ დაიხსომონ, ხვალე საშინაო დავლევები ჩამაბარონ, ისევ აუხსნი, ყურებში ჩაუჭედავ, ისევ გავუშვებ, ისევ გამოვიძახებ. და ასე ხდება დაახლოებით 11,000 გაკვეთილი საშუალო სკოლაში. 11,000 გაკვეთილიდან რომ 10,000 ასეთი იქნება, რანაირი ბავშვი გამოგვივა. და მარტო იმით ვივამაყოთ, რომ სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა, ეროვნული თუ რაღაცები ქვია, არ ვიცი. ეგ სასაცილოც კია. თქვათ რომ ბავშვმა ჩააბარა და სიმწიფის აპეზრა, ეს ის სიმწიფისა. ნედლია ჯერ ჭყლინტია, ზნეობაში სიმწიფე არ აქვს. ხო? და აი ასეთი ტალღური გაკვეთილები, ასევე სახლშიაც. ორი ბავშვი რო გყავს, გინდა სტყუპები იყვნენ, სხვადასხვები არიან ისინი სულით. ხასიათაც კი ტყუპებიც არ არიან იდენტურები. ყველაფრით. და გარდა ამისა, როცა ვზრდი ბავშვებს, ძალაუნებურად ამასთან ასე მომიხდება, იმასთან ისე მომიხდება. ხან ამასთან ვიქნები განმარტებული, ხან იმასთან ვიქნები განმარტებული, სხვადასხვა პედაგოგიკა იმოქმედებს. და ამიტომ ყველას მინდა გითხრათ, ჩემო ჯერფასებო, აზრდა ეს არის აი ვისაც რო შედის და გამოდის, რა ქვია ამ სივრცეს. არა, ვინც მოვა, ვისაც უნდა თქვენ სახლს შემოვა გამოთელოს და წავა. აზრდა ასეთი პროცესი, რომ 1000 შეუძლია ჩემს საქმეში ჩაერიოს, კუჩას შეუძლია ჩაერიოს, მობილურ შეიძლება ჩაერიოს და ინტერნეტს და სხვა ამგვარს შეუძლია და ერევა კიდეც. უხიაგი ადამიანები და მასწავლებლები, ცუდი მეგობრები და ტუალეტები, ეს ყველაფერი ზრდის ბავშვს, ცუდად ან კარგად. როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვი? როგორ დავიცვათ, რომ სადაც მე დედა თუ მამა, იქვე არ ვყევა რომ თვალი მოვარდებინო, ან ყურები ხელი აუფარო და სხვა რომ არ გაიგოს და არ იმოქმედოს, როგორ გავაკეთო მე ეს? აი ყველაზე ძნელი გამოცანა. ისე უნდა შეაყვარო ბავშვს თავი, რომ შენი დარიგება, მამა რო ეტყვის, შვილო, ძალიან გეხვეწები, ძალიან აგთხოვ, არ გააკეთო რა ეს. მოხდება ეგეთი რაღაცა, მაგრამ გთხოვ შენი ჭირიმე, დამიჯერე რა, არ გააკეთო, მაგრამ ბავშვს ისე უყვარს მამა, აი სულშია ჩაძრომილი, რომ სიტყვა რომ მისცა, ვერ დაარღვია სიტყვა იქ, სადაც შეუბდებიან, გააკეთე ასეო. ვერ დაარღვია.
მამამ დაიცვა რითი თავისი სიყვარულით და სულიერი ერთობით დაიცვა ბავშვი იქ, სადაც თვითონ აღარც ხმა მიუჩნდება, აღარც ხილი და არც იცის რა ხდება. სწავლება დახურული პროცესია, აზრდა ღია პროცესია. სწავლებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, აზრდას ზედაც არ უყურებთ. მარტო ვითხოვთ, რომ ბავშვი უკვე დაბადებიდან აზრდელი მოგვივიდეს. და გვიკვირს, სად ჩაგდის ამდენი ლაპარაკი, 1000-ჯერ გითხარი, სად წავით ყველებს, სად წავიდა და არაფერშიც არ წავიდა. ცუდად უთხარ და ყველაფერმა გაჩაიქრო და ყურებს მიევა. ცოტა ზედმეტი თქვი მე მგონი და მაია მადლობ დიდი მადლობა პასუხისთვის. მე ვეთანხმები პოზიტიური ძალისხმევა ბავშვებთან და დიფერენცირებული სწავლება ამას. აუცილებლად. ცოტა ძნელია ხოლმე, ძალიან ბევრი ბავშვია კლასში, ერთი მასწავლებელი, ცოტა ძნელი გამოდის, უბრალოდ ეს არის. აი, როგორ ითქვა. ძნელია. ჰუმანურ მიდგომაში ამ სინდეზი გადალეხვა უფრო წარმატებით შეიძლება. თლიანად კი არ შეიძლება. უფრო წარმატებით, მაგრამ ავტორიტარულ ვითარებაში ეს სინდეზი საერთოდ არ აწყდება. ის უბრალოდ რჩება და რთულდება. თორემ ჰუმანურს რომ ამბობთ, ეს პანაცეა კი არ არის, კაცო, ყველაფერს კი არ აწესრიგებს, მაგრამ მეც საკეთებს. ამიტომ გულმოწყალენი იყავი თქვენი შვილების მიმართ, ჩემო ძვირფასებო. შვილებისა, ქმრებისა, ცოლებისა, ყველას მიმართ, მიმტევებლები. კარგი, კიდევ რა კითხვა? დიდი მადლობა. კიდევ ერთი კითხვა, იმიტომ რომ 10 წუთი კიდევ უკვე აქვს დრო და ბატონო თუ შეიძლება ივეტა ჩემო ძვირფასო. კი ბატონო, კი. დიახ, ვისაუბრებ. კიდევ ერთხელ ბატონო შალვა, უდიდესი სიყვარული, პატივისცემით ჩემო ძვირფასებო. იამზე, საღამოშვილებისა იამზე. ჩვიდობა ჩემო ძვირფასო, როგორ მახარებს თქვენი არსებობა ბატონო შალვა, ვერ გამოვხატავ, მთელი თქვენი ოჯახი, უდიდესი პატივისცემით სიყვარული და მინდა მადლობა და მადლიერებით შემოვიფარგლო. ესე იგი, ჯერ პირველ რიგში რომ გაახუმანურეთ საქართველო. ჩვენ ადამიანები შეგვახსენეთ თუ რა დატვირთვა აქვს ამ სიტყვას და მე ისეთნაირად მოხდა ჩემ ცხოვრებაში, რომ სამაგისტრო ხარისხი დავიცავი სწორედ ამ მიმართულებით, ჰუმანისტური მიმართულებით. ჩემს ნაშრომს ქვია თანამედროვე ჰუმანისტური ფსიქოლოგია და ქრისტიანული რელიგია. თქვენთან გავიარე ეს თემატიკა, გეგმათები, თეზისები ისე ჩამომიყალიბეთ, ისე კარგად დამანახეთ ამ ყველაფრის არსი, რომ შემდეგ ეს პაწაწუნა წიგნად გამოიცა და ბიბლიოთეკებისთვის და სტუდენტებისთვის, ასე ვთქვათ, დაიბეჭდა. მეც გამომიგზავნე. აუცილებლად, ბატონო შალვა, თქვენ რო ფოტოში ბრძანდებოდით, აი ეს ამსახველი ფოტომასალა, ეს ინფორმაცია ყველაფერი გაზეთში დავბეჭდეთ და მე რა თქმა უნდა ამასაც მოგაწვდით აუთუოდ. ძალიან ბედნიერები ვართ. ძალიან გვიყვარხართ, გვიხარიხართ და ქალბატონი ივეტას მინდა მოვესიყვარულო კიდევ ერთხელ და 1000 გზის, რომ ეს ქალბატონი აკეთებს უდიდეს საქმეს. ესე იგი, ქველმოქმედების პარალელურად ცნობიერების ამაღლება. თვითონ უდიდესი ადამიანი არაერთხელ ყოფილა ფოტოში და მიხარია რომ ჩვენ ესე თანამშრომლობ და პაწაწუნა წვლილი მე და ჩამეკითხა და მთხოვა რომ თუ შესაძლებელი გადახდა მინდა და დამასწავლე. მიყვარხართ, ყველანი მიყვარხართ და რა ვიცი, უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ უდიდეს წარმატებებს გისურვებთ ყველას თითოეულ თქვენთანაც. გეფერებით კარგო, ჩემო ძვირფასო. მიცით ჩემო კარგებო, თუ კახეთში მოხდებით და ბუშეთს გვერდით ჩაუარეთ, რასაც დაკარგავთ. უთუოდ შემოიხედეთ ხოლმე ჩვენს კარმიდამოშიც, ვინც არ ყოფილა. აქ ბევრ საინტერესოს ნახავთ და როცა ჩვენ ვაცხადებთ მოზარდების ან ბანაკებს ან რაღაცას, უთუოდ გამოაგზავნეთ თქვენი შვილები, ან ჩვენ თქვენს გამოხევით მათ. აქ ბევრ ძალიან საინტერესოს ნახავთ, გაიგებთ და ცოტა სხვანაირებით წაბრძანდებით. ახლა მალე შევქმნით თამრიკო ხელმძღვანელობს ამას ჩვენს მოსწავლეთა სკოლას. ერთმა უკვე დაამთავრა ეს. აგერ პროექტებით ჩვენთან ჩამოვიდნენ, დაიცვეს. ეხლა ახალს ნაკადს ღებულობთ. უმაღლესი სკოლა ქვია ამას, ამონაშვის უმაღლესი სკოლა. ეს დიდების არის, რა თქმა უნდა, თქვენთვის. შევქმნით, შეზღუდული გვაქვს სკოლა.
დაახლოებით 30 კაცს მივიღებთ, იმიტომ რომ გვინდა რომ ძალიან ასე ვთქვათ თავრიკო კი ითხოს 50 იყოსო, მაგრამ ნახოთ რომ რაც შეიძლება გულმოდგინეთ შევეშალოთ ჩვენს ყოფილ მოცემებს. ამასაც მიაქცევთ ყურადღება თუ იმეს ესეთი სურვილი გიჩნდებათ. რეკლამას არ ვეცევი, ეს უფასოა. და ბატონო შალვა. ივეტა, ძირფასო ძალიან მადლობელი. პირიქით არის შეხვედრისათვის გოჩასაც თავს უხრი. დიდი მადლობა ვარ ბატონ გოჩასიც. კი ბატონო, მე მჯერა რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და არც ერთი ადამიანი არ მოდის ჩვენს ცხოვრებაში და მე ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის და მადლიერი ვარ თქვენი რომ თქვენ შეგხვდით და მოგვეცით შესაძლებლობა აი იარმზე დამეხმარა ამაში და აი ზუსტად მოდის ხოლმე დახმარება მაშინ როცა ეს გჭირდება რომ ვიღაც ვინმე ადამიანს მიაცდინო შენი ხმა რადგან თქვენ თითოეული სიტყვა დღეს ბევრისთვის იყო საჭირო ბევრისთვის იყო მალამო იმიტომ რომ აი ჩატში რომ ვკითხულობ ახლა მეწერილებს ისეთი წერილები მოდის რომ აი კმაყოფილება კი არა არ ვიცი აღფრთოვანებულია ხალხი თქვენით და ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით ჩვენც გაგვახარეთ და კიდევ ერთი კითხვა მექნებოდა თქვენ რომ ბრძანეთ თქვენ სკოლაზე იქნებ არიან ადამიანები რომლებიც მაგალითად ვერ გადაადგილდებიან და თუ შესაძლებელია რომ მიფიქროთ ონლაინ სწავლებაზეც თუ არის შესაძლებლობა ხო? ივეტა ჩემო საყვარელო ეს არის ონლაინ სწავლება. ონლაინ არის ხო იმიტომ რომ იცოდეს ხალხმა რომ რეჟიმით ხო შაბათ-კვირას არის მგონი მეცადინეობობა ამას თავრიკო აწესრიგებს და დასკვნითი კი ბუშეთში უნდა ჩამოძადეს ხალხი თავიანთი პროექტებით და ახლა ეს პროექტები დაიცვან. გასაგებია. აი ეს ინფორმაცია კარგია რომ მივაწოდეთ აქ ადამიანებს, იმიტომ რომ შეიძლება კაცრავად, სად მოვიძიოთ ამ სკოლაზე ინფორმაცია, ეგეც გითხარით? თავრიკო, მოდი აქ ჩემთან დაუთხარი. გაგვაცანი. საინტერესებს დავარაუდი. მომაყლავთ იმაში და გაიგებენ. სექტემბერში დაიდება ჩვენ Facebook გვერდზე ჰუმანური საქართველოსი. ჰუმანური ქალბატონო თამარ უღრმესი მადლობა. მე შესავალში სიტყვა რომ გავხსენი და შეხვედრა რომ გავხსენი მადლიერება გამოვყადე თქვენთან დიდი მადლობა გენაცვალე. მადლობა თქვენ. აი ამ თქვენთან კომუნიკაცია იყო ძალიან სასიამოვნო, ძალიან დიდი ბედნიერება მოგვანიჭეთ და გაგვახარეთ თქვენ და ბატონმა შალვამ გამორჩეულად რომ არ ვიცი მართლა ვერ გამოვხატავ და ვერ გამოვთქვამ სიტყვებით. უღრმესი მადლობა და აი სკოლასთან დაკავშირებით თვალყური ადევნეთ მეგობრებო, მაგარი შანსია, კარგი შანსია და მოკლედ არ ვიცი. აი უდიდესი სიამოვნება და ბედნიერებაა ეს. ხვალ ჩვენ ვიკრიბებით ისევ 8 საათზე, მინდა მაინც დავაანონსო, არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გვესაუბრება თემაზე და გავაგრძელებთ აი ამ თემას, გიყვარდეს მოყვასი შენი. ვითარცა თავი შენი. აი ეს თემა იქნება ხვალ და ბერია მამა დოროთე, რომელიც შემოვა ხვალ Zoom-ში და გვესაუბრება ამ თემაზე. ძალიან გთხოვთ ლინკები, რომელიც დაგეგზავნათ საჩუქრად, გააზიარეთ Facebook გვერდიდან, ბედნიერების ფონდის Facebook გვერდიდან ეს ინფორმაცია, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს, მეტმა მიიღოს, ასე ვთქვათ, სასარგებლო ცოდნა, ისიამოვნოს აი ამ შეხვედრებით და კვირავლით და ჩვენი დანიშნულებაც ეს არის. და ვისაც დონაციები შეგიძლიათ $1, არ არის პრობლემა, ვისაც არ შეგიძლიათ, ესეც არ არის პრობლემა, მთავარია რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი, თქვენ ასე ვთქვათ, თქვენთვისაც გავცეთ ის ცოდნა, რაც თქვენ პრაქტიკულად გამოგადგებათ და ის რჩევები, რაც თქვენ პრაქტიკულად გამოგადგებათ. ბატონ შალვას კიდევ ერთხელ ვუხდი უდიდეს მადლობას და მადლობა ღმერთს რომ მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდით ბატონო შალვა და ღმერთს ვთხოვ რომ კიდევ შეგვახვედროს ერთმანეთს. წარმატებას გისურვებთ. მადლობთ თქვენ ჭირებეთ. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო თქვენთან საუბარი და მადლობა. ნახო. მადლობა და ბედნიერ საღამოს გისურვებთ ყველას.